მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა ძალიან მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ. და ეს თემა არის შემოდგომა და ფინანსები. მოდით მე და თქვენ ვნახოთ შემოდგომის ტენდენციები ფინანსებთან დაკავშირებით, ვნახოთ რა გელოდებათ ფინანსური ენერგიის ირგვლივ შემოდგომის პერიოდში, დაითვლით თუ არა წიწილებს შემოდგომით და რამდენად ნაყოფიერი და რამდენად კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსებით. მეგობრებო, არ დავიწყდეთ არხის გამოწერა იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ერთმანეთი, გქონდეს ერთმანეთთან მუდმივი შემხებლობა და იყოთ საქმის კურსში, ყველაფერში, რაც ახალი აქ დაიდება და თქვენთვის გაზიარდება, ხო? მაშინ სადამე ვარიანტი პირველი თქვენი ფინანსების შემოდგომით, ვარიანტი მეორე თქვენი ფინანსები შემოდგომით და ვარიანტი მესამე ფინანსური ენერგიის შემოდგომით. მაშინ სადამე პირველი თქვენგანისთვის ძალიან ტრანსფორმაციული არის შემოდგომა ფინანსებთან დაკავშირებით. და ვნახოთ ვარიანტი პირველი, ხო, ქვების თავაკება ლამის დამავიწყდა. ვარიანტი პირველი გვეყოლება ესეთი იესამისფერი არსება. ვარიანტი მეორე გვეყოლება ესეთი დახუჭული ნებიერა არსება. და მესამე ვარიანტი გვეყოლება ესეთი საყვარელი ის არსებები არიან თქვენს წინაშე. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით, კარგად დააკვირდით, კარგად შეაფასეთ. აქვე შეგახსენებთ ჩემო ძვირფასებო, რომ სამყაროში არა მხოლოდ აქ, არა მხოლოდ ჩემ YouTube არხზე, ზოგადად ბალანსი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ თქვენი ლაიკი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცვლით ჩემთან ენერგიას, ისევე როგორც მე ვცვლი თქვენთან ენერგიას და გიზიარებთ ინფორმაციას. კომენტარების კითხვა კი იცით, რომ ყოველთვის მიხარია. ჩემთვის ლაიკიც და დისლაიკიც მისაღებია. ასევე არ დავიწყდეთ, რომ ვისაც გსურთ მეტი შეიცნოთ ეზოთერიულ, მაგიურ, ოკულტური სამყაროს შესახებ და ეზიაროთ ჩემს შემოქმედებას, მაგიურს, ჩემს ავტორო პრაქტიკებს, ყოველდღიურ დღის არკანებს, ძალიან საინტერესო და შემეცნებით მაგიურ პოდკასტებს და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს, მათ შორის საჯარო პრაქტიკებს და რიტუალებს, რომელიც მოიაზრებს სხვადასხვა ტიპის ენერგოინფორმაციულ წმენდებს, მოზიდვას, განზიდვას, მოკლედ ყველაფერი, რაც მაგიას ეხება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დახურულ ჯგუფში მზის კარი. შეგიძლიათ მოიძიოთ, გასცეთ კითხვას პასუხი, ოღონდ თქვენი აკაუნტით, ყალბი აკაუნტები არ დაიშვება, შემდგომ ჩემი ადმინისტრატორები გამოვლენ თქვენთან კონტაქტზე, გაგესაუბრებიან, თქვენ მიიღებთ კოდურ ვიდეოს და თანხმობის შემთხვევაში და ორმხრივი კმაყოფილების შემთხვევაში გელოდებით ჩემთან დახურულ ჯგუფში. ჯგუფი ფასიანია და ყოველთვიურ გადასახადს შეადგენს სიმბოლურ 25 ლარს. ჩემო ძვირფასებო, შემოსვლაც და ჯგუფიდან გასვლაც, რა თქმა უნდა, თქვენი კეთილი ნების ამბავია. აუნდ არსებობს პირობა, რასაც ჯგუფში მოისმენთ, რასაც ჯგუფში გააკეთებთ, დარჩება ჯგუფის ფარგლებში. იმედია ყველაფერი გავერკვიეთ, ვარიანტიც ავირჩიეთ და მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ შემოდგომის ფინანსები. ვარიანტი პირველი. მოდით ვნახოთ თქვენ რა გელოდებათ შემოდგომის პერიოდში ფინანსებში. დამავიწყდა მეგობრებო, რომ YouTube შესაძლებელია ბლოკავდეს სხვადასხვა არკანების იმის გამო, რომ შიშიშვლე მოეჩვენა.
ამიტომ არკანებს არ გაჩვენებთ, უბრალოდ მოусმინეთ ჩემს ხმას. ესეთი გამოცდილება მივიღა უკვე რატომღაც ერთი ვიდეო ამის გამო დამიბლოკეს. პენტაკლების დედოფალი ხართ შემოძვირფასება, რაც ნიშნავს იმას, პირველი ვარიანტი, რომ შემოდგომის პერიოდი, ეს არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ ფინანსურად გაძლიერდეთ, ფინანსურად იყოთ სტაბილური, ფინანსურად იგრძნოთ თავი კარგად და არა მხოლოდ იგრძნოთ, არამედ ასეც იქნება. თქვენი ფინანსური ენერგია თითქოს იგრძნოთ, რომ თქვენს ხელში ფინანსები რაღაცნაირად მრავლდება, ხო, ძალიან ბარაქიანი და ნაყოფიერი იქნებით შემოდგომის პერიოდში, ასევე ძალიან კარგი იქნება სხვადასხვა ფინანსური პრაქტიკები, ფინანსური რიტუალები, შემოდგომაზე თქვენთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგად იმუშავებს და მოდით ვნახოთ კიდევ როგორ იქნებით ფინანსებთან დაკავშირებით შემოდგომის პერიოდში. ოთხიანების თასები, რვიანების თასები და არკანი განდეგილი. შემოძვირფასება, ფინანსები კარგია, მაგრამ ашკარად ემოციურ ნაწილში მაინც და მაინც კმაყოფილი არ იქნებით გულისხმობ ნაწილში, რომ ეს შესაძლოა იყოს ემოციური გადაღლაც, ეს შესაძლებელია იყოს ემოციური სიცარიელე სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რაც გამოწვეული იქნება სხვადასხვა ემოციური კრიზისული, თქვათ, კრიზისულ ფონზე, ხო, როდესაც კი ბატონო ფინანსები არის, ყველაფერი რიგზია, მაგრამ გულს რაღაცას ტკივა, ხო, გული ემოციურად არის განწყობილი და თითქოს არკანი განდეგილი აჩვენებს იმას, რომ ფინანსები არის, მაგრამ შესაძლოა სხვათა შორის ეს არ ეხებოდეს მაინც და მაინც პირად პარტნიორულ ურთიერთობებს და ზოგადად არ განიჭებდეთ ბედნიერებას და რაღაცნაირად არ გრძნობდეთ თავს ჰარმონიულად იქ, სადაც ხართ, ხო, შეიძლება ეს სამსახურსაც ეხებოდეს, კონკრეტულ ადამიანსაც ეხებოდეს, ხო, მაინც საჯარო გაშლა და რაღაცნაირად მოვერიდები ესეთ პირდაპირ კონკრეტიკას, ხო, მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ კი, ფინანსებს გამოვიმუშავებ, კი, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რაღაცნაირად, ესე იგი, იქ, სადაც არ ვარ ბედნიერი, არ ვარ კარგად. და შემოდგომაზე იქნება აუცილებლად ცვლილებები, სადაც თქვენ გადააფასებთ, ხო, რა არის ღირებული ფინანსები, თუ ჩემი პირადი, ვთქვათ, შეგრძნებები, ემოციები და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიც ბალანსში იყოს და მეორეც და მაინც ისე არ მოხდეს, რომ ვთქვათ, კი, იყოს ერთი, მაგრამ არ მიხაროდეს, არ მაბედნიერებდეს და რაღაცნაირად არ მანიჭებდეს სიხარულს, ხო, მარტო ფინანსური უსაფრთხოება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ემოციურადაც კმაყოფილი და ბედნიერია და ვნახოთ გაფრთხილება თქვენთვის. პირველი ვარიანტი. არკანი სამყაროარის გაფრთხილება. შემოძვირფასება, ყველაფერი აბსოლუტურად არის თქვენს ხელში. აბსოლუტურად ყველაფერი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შემოდგომის პერიოდში ექნება ზღვა პოტენციალი იმისა, რომ გამოასწოროთ, მოდი ასე ვთქვათ, ის, რაც გამოსასწორებელია, შეავსოთ ის, რაც შესავსებია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელი არსებობდეს, ვთქვათ, ინტერნეტში რაღაცა სპეციალური ფსიქოლოგი მოიძიოთ, ეზოთერიკოსი მოიძიოთ, რა ვიცი, ადამიანი მოიძიოთ, რომელთანაც აი ამ ემოციურ დანაკლის შეივსებთ, ხო, ინფორმაცია წაიკითხოთ, გაიცნოთ სხვადასხვა, ვთქვათ, შემოქმედებას, სხვადასხვა ფსიქოლოგებისა, სხვადასხვა პრაქტიკოსებისა, ეზოთერიკოსებისა, ასტროლოგებისა, ხო? ანუ მოიძიოთ ის სფერო და ის რეალობა, სადაც აი ემოციურ სიცარიელეს და დანაკლის რაღაცნაირად აღიდგენთ, ხო? გაერკვევით თუ რატომ გაქვთ ეს ემოციური სიცარიელე და ამის საშუალებას თითქოს ინტერნეტი გაძლევთ, ხომ? მოგზაურობა, ბევრი რაღაცა ახლის შეთავსება ერთმანეთთან, ხო, რაც ვთქვათ, აქამდე არ გიცდიათ სცადეთ, იმიტომ რომ
აქ თქვენი გზები გახსნილია რეალურად, აქ თქვენი გზები არანაირად არ არის დაკეტილი, თქვენი პოტენციალი თქვენს ხელშია და მე ვფიქრობ, რომ თქვენ აუცილებლად მოიძიებთ იმ მიზეზს, რაც გააქცევს თქვენს ფინანსებს უგემურს, შეიძლება ასე ითქვას, რომ ფინანსურად ყველაფერი ნორმალურად არის, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ გჭირდებათ გამოსავალი, მოდი ასე ვთქვათ, აი ამ ემოციურ სტაგნაციაში, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ ეხებოდეს პარტნიორულ ურთიერთობებს, ხო? ამიტომ ეძებეთ მიზეზი, აღმოფხვერით ეს პრობლემა და ყველაფერი კარგად იქნება. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით. ველოდებით თქვენს კომენტარებს, იცით რომ ეს ძალიან მაინტერესებს და გადავედით ვარიანტი 2-ზე. შემოდგომა და თქვენი ფინანსური ენერგია როგორი იქნება? ვნახოთ. ცხენების ხმლები. შესაძლებელია რაღაც გარკვეული სანერვიულო შეგხვდეთ ფინანსებთან დაკავშირებით. ვნახოთ ეს რას ეხება? არკანი ძალა, ეს ეხება გადაღლას, ჩემო ძვირფასებო. აბსოლუტურად. თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ, თქვენ ხართ ძალიან ნაყოფიერი ადამიანი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს ფლობს, მაგრამ აქ არის გაფრთხილება, რომ შემოდგომის პერიოდში ეს შეიძლება იყოს გადაღლა, გადაწვა, იმაზე მეტი შფოთვა და ნერვიულობა ვთქვათ, ვიდრე რაღაცა წარმოადგენს თქვენს მიზეზს ხომ თქვენი შფოთვისას. ამიტომ აქ მაჩვენებს, რომ უბრალოდ საკუთარი ძალები შესაძლებელია იყოს არასწორად განაწილებული და უფრო მეტად გესაჭიროებოდეთ დასვენება და უფრო მეტად გესაჭიროებოდეთ ძალების და ენერგიების აღდგენა, ხო? ძალების და ენერგიების აღდგენა. ხო, აქ არის კიდე ესეთი მომენტი, რომ შესაძლებელია თვალს იღებდეთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით და შემოუშვებთ თქვენს რეალობაში და თქვენს სივრცეში ისეთ ადამიანებს და გააგებინებთ, ჩაახედებთ თქვენ საფულეში, აჩვენებთ რა შეგიძლიათ, როგორ შეგიძლიათ, რას აკეთებთ, რა არის თქვენი გეგმები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ უბრალოდ დაითარსოთ, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარი ფინანსები და შესაძლებლობები. თუმცა რეალობაში მე აქ ძლიერ ადამიანს ვუყურებ, რომელსაც უბრალოდ ძალების და ენერგიების აღდგენა სჭირდება. ხო, კიდე რა გელოდებათ შემოდგომაზე ფინანსებში? არკანი მზე, ხმლების დედოფალი და სამიანების პენტაკლები. ძვირფასებო, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ხო? რაღაც ახალ პროექტს ჩაუშვებთ, რაღაცა ახალ შესაძლებლობებს გამოამჟღავნებთ, იქნებით არკანი მზე და ხმლების დედოფალი, ყველაფერი მოდის თქვენი ფიქრებიდან, ამის თქმა მინდა, ხო? თქვენი ცნობიერი შესაძლებელია გადაღლილია, გადაიღლება ძალიან და ტვინს სჭირდება დასვენება, მიხვდით ხომ? იმიტომ რომ მე ვხედავ ძლიერ პასუხისგებლიან ადამიანს, რომელიც მარტო შესაძლებელია ხრებზე ეკაჩებოდეს ძალიან ბევრ რამეს, ხომ? მე ისიც კი შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის იცით როგორი ვარიანტი, ქალები მისმენთ ხო ძირითადად აი რო იტყვიან თქვენზე, აი კაციც კი ვერ შეძლებსო იმის გაკეთებას, რაც ამ გოგომანამ ქალმა შეძლო. ეს არის თქვენზე თქვენი შემოძირფასება, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, სად ხართ და რას წარმოადგენთ პროფესიულად, ხო? აბსოლუტურად. აქ ყველაფერი კარგად იქნება, შემოძირფასება. უბრალოდ უნდა გაუფრთხილდეთ ნერვიშკებს, გაუფრთხილდეთ ემოციებს, ხო? კიდე რა გელოდებათ შემოდგომაზე ფინანსებში? რა გელოდებათ კიდევ? ისგან მოდის ეს? მეგობრებო, შეიძლება რაღაცა გარკვეული გაღიზიანება წარმოვიდეს თქვენი მხრიდან კონკრეტული ადამიანის მიმართ, მიხვდით ხომ? და ეს გაღიზიანება იქნება იქიდან გამომდინარე, რომ იგრძნობთ ადამიანის არაგულწრფელობას, ხო? თითქოს ადამიანი პირში გეფერებათ რაღაცა თითქოს რაღაცა კარგ დამოკიდებულებას აჩვენებს, ხო, თქვენთან მიმართებაში, მაგრამ უცებ აღმოაჩენთ, რომ ადამიანი
ადამიანს რაღაცნაირად მხოლოდ თქვენი ფინანსები ან რაღაცა თქვენი წარმატება და თქვენგან რაღაცა თქვენი ნამცხრიდან ერთი დიდი მოზრდილი ნაჭერი აინტერესებს, ხვდებით ხომ? ამიტომ ეცადეთ რომ გაფილტროთ თქვენს ირგვლივ ადამიანები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმარტები, ბევრი თვალი იყურება თქვენს საფულეში და ძალიან ბევრი თვალი აკვირდება იმას, თუ რას აკეთებთ, როგორ და რანაირად, იმიტომ რომ ძალიან არიან ადამიანები აშკარად თქვენით დაინტერესებული და ეცადეთ რომ იცით რამე არ გეუბნებით რომ რაღაცა ცუდი ურთიერთობა გქონდეთ, ხმა არ გასცეთ, არავის არ ელაპარაკოთ, არა როგორ გეკატრებათ, უბრალოდ არ არის საჭირო რომ თქვენი პირადი გეგმები, თქვენი პირადი ესე იგი იდეები რაც გაქვთ გააზიაროთ მარცხნივ და მარჯვნივ. არ არის საჭირო. იმიტომ რომ ფინანსურად ყოჩაღები ხართ, კარგია ყველაფერი, მაგრამ შესაძლებელი იმათ არ ენდობოდეთ, ან იმათ არ უხსნიდეთ გულს, ვისაც უნდა უხსნიდეთ, ხო? და ამიტომ თვალის საშიშროება, დათარსვის საშიშროება, შიშების და ვთქვათ თავდაჯერებულობა უნდა ვიღაცამ რომ შეარყიოს თქვენი, ხო არ მისცეთ არავის ამის საშუალება და გაფრთხილება მაინტერესებს თქვენი მეორე ვარიანტი, რას გაფრთხილებთ? ტაროს არკანების სამიანების ხმლები, ორიანების ხმლები, ორგანის სამსჯავრო, თქვენი რეალობიდან წავლენ ის ადამიანები, აი თითქოს აი დააკვირდით, გაფრთხილება არის ის შემოძვირფასება, რომ აი არასწორ ადამიანებს უთმობთ დროს, არასწორ ადამიანებს უზიარებთ. ბევრი შურიანი ადამიანია თქვენს ირგვლივ. და ეს შემოდგომა ძალიან ინტენსიურად გაცხრილავს თქვენი რეალობიდან ასეთ ადამიანებს. და იგრძნობთ შვებას, ამოისუნთქებთ. ეს შემოდგომა თქვენ ძალიან ბევრ ამას გაჩვენებთ საკუთარ თავთან დაკავშირებით. საკუთარ წრესთან დაკავშირებით, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა, ვისთანაც გაქვთ კომუნიკაცია და მაჩვენებს, რომ ძალიან ბევრი რაღაცები შეიცვლება. შეცვლით შეიცვლება იმ ადამიანების აღქმა, ვინც ერთ დროს შესაძლებელია ძალიან ესეთი გეგონათ ხომ, თქვენთვის კარგის, კეთილის მსურვებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე რომ აქ გაიცხრილებიან ის ადამიანები, ვინც ორპირია, მაგრამ შემოვლენ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც მართლა გულწრფელად უყვარხართ და გულწრფელად ადარდებთ თქვენი კარგად ყოფნა, ხო? კი, თქვენთვის იქნება მტკივნეული ემოციურ დონეზე ამ ადამიანების ვთქვათ გაშვება თქვენი ცხოვრებიდან, რაღაცებზე გული გეტკინებათ, იმედები გაგიცრუდებათ, სუფთა ადამიანური ესეთი მომენტები იქნება მეორე ვარიანტი. ხვდებით ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი იქნება თქვენთვის. ამიტომ ეცადეთ რომ ფინანსები ნაკლებად ანდოთ ადამიანებს, ნაკლებად გაასესხოთ და ნაკლებად ენდოთ ამ შემოდგომაზე თქვენს ირგვლივ ადამიანებს, ვისაც შესაძლებელია რომ ახლა ფიქრობდეთ რომ პირიქით ყველაზე სანდონი და ყველაზე ერთგულნი არიან თქვენს რეალობაში. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, თქვენი ეს ვნახოთ ხო, თქვენი ფინანსური ენერგია შემოდგომის ჟამს. იცით რა არის, მე არ მომწონს ის რომ თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი, პირდაპირ აჩვენა ეს ადამიანი, რომელიც ყველანაირად გაუფასურებთ, ყველანაირად გართმევთ ენერგიას და გართმევთ იმის სურვილს, რომ რაღაც შექმნათ, გააკეთოთ. ეს არის ადამიანი თითქოს, რომელიც აი სპეციალურად შესაძლებელი აქვს კენდეთ კიდევაც სპეციალურად გაუფასურებდეთ, ძალიან დიდი ის ჩანს, აი კომპლექსიანი ადამიანი, არაჯანსაღი ადამიანი, ცუდი ადამიანი და სამწუხაროდ ამ ადამიანის სიტყვები ძალიან გვხვდებათ.
ვინ არის ეს ადამიანი თქვენს ირგვლივ, ვისთან კომუნიკაციის მერე ხვდებით, რომ აი აღარაფერი აღარ გინდათ, აღარაფერი აღარ გიხარიათ, ხო? აგელოდებათ ფინანსებში შემოდგომაზე, სამიანების თასები, ფრიანების ხმლები. ძალიან ბევრი ენერგია მიაქვთ თქვენგან. ნახეთ ფინანსებთან დაკავშირებით რა შემიძლია გითხრათ. თუ კი არ გამოგდით არაფერი, თუ კი რაღაცას იწყებთ და ვერ მიყავთ ბოლომდე, თითქოს იცით რა არის, რაღაცნაირად აენთებით, სურვილი გაგიჩნდებათ, რაღაც გააკეთოთ და დააკვირდით თქვენს ირგვლივ, გაუზიარეთ ვიღაცას რაღაც და მომენტალურად ჩაიფუშა. მიხვდით ხომ? ან არავის არაფერი არ უთხარით, მიაღწიეთ თუნდაც რაღაცა პატარა მინიმალურ წარმატებას, ან საკმაოდ დიდ წარმატებას და უცებ დაინახავთ, რომ თქვენს ირგვლივ ვისაც არ ახსოვდით და არ ახსენდებით, უცებ ყველა რაღაცნაირად მოიყრის თავს. თქვენს ირგვლივ არიან ძალიან ბევრი არასანდო ადამიანი. აი პირდაპირ ყვირიან ტაროს არკანების შენს რეალობაში არიან ბევრი არასანდო ადამიანი. როგორ დაიცვას თავი ამ არასანდო ადამიანებისგან? მესამე ვარიანტი, როგორ დაიცვას თავი ამ ადამიანებისგან? როგორ დაიცვას თავი? ნახეთ, ძალაც გაქვთ, ენერგიაც შეგწევთ, ნახეთ, მთვარეზე, სავსე მთვარეობაზე პრაქტიკები გააკეთეთ, გაიწმინდეთ ხოლმე ნეგატივისგან, ძლიერი ადამიანები ხართ აქ უბრალოდ ზედმეტად შესაძლოა ენდობით, ან ზედმეტად შეგყავთ თქვენს სამყაროში და თქვენს რეალობაში ადამიანები, ესეთი გველაძუ ადამიანები შემიძლია გითხრათ, ხო? თქვენზე ძალიან კარგად მუშაობს მთვარის ფაზები. დააკვირდით მთვარის ფაზებს, აკეთეთ რიტუალები, აკეთეთ პრაქტიკები. ვისაც სურვილი გაქვთ მესამე ვარიანტი, გელით დახურულ ჯგუფში მეტი რა გითხრათ, ხო? იმიტომ რომ თითქოს მივხედავ აქ ძლიერ ნაყოფიერ ადამიანს, რომელსაც ირგვლივ ძალიან ბევრი სახვევია, ხო? ძალიან ბევრი პარაზიტი ახვევია ირგვლივ და ამ დროს პოტენციალი გადასარევია, ყველაფერი კარგად შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაცნაირად თქვენც ფანტავთ ენერგიას, ხო? ეხლა რასაც აკეთებთ, იმაზე მეტი შეგიძლიათ გქონდეთ და შემოდგომაზე იდეალური პერიოდი არის იმისთვის, რომ მეორე ვარიანტის არ იყოს, თქვენ ძალიან კარგად გაფილტროთ ადამიანები თქვენს ირგვლივ, სავსე მთვარეობაზე გაფილტროთ ადამიანები, სავსე მთვარეობაზე პრაქტიკები გააკეთოთ, თქვენს ქვეცნობიერს მოусმინეთ, არ გიმუშავებთ ცუდად ქვეცნობიერი, კარგი ინტუიცია უნდა გქონდეთ. რა რჩევას იქნება მესამე ვარიანტისთვის? ორიანების პენტაკლები, სამიანების პენტაკლები და ცხრიანების თასები. აი ხო, ყველაფერი აქ კარგად არის, ნამდვილად. გულისხმობ იმ ნაწილში, რომ პოტენციალი არის, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანები გყავთ გვერდით, 3-4 მაინც შემიძლია ჩამოვთვალო, რომლებიც ძალიან არიან შემოსეული თქვენს ფინანსურ ენერგიას და ძალიან ინტენსიური წმენდები და ინტენსიური პრაქტიკები გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ენერგიები გაისუფთავოთ, დაიცვათ თავი, ატაროთ დამცავი ქვები, ხო, სიტყვაზე. თუ მაგალითად ატარებთ კიდევაც და ყველაფერს აკეთებთ, ხო, მაშინ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ყველაზე პირველი პრობლემა შესაძლებელია კი არა და არის თქვენში.
თქვენ აძლევთ თითქოს ამ ადამიანებს თქვენზე ზემოქმედების უნარს, ხო? ამიტომ როგორი ქვებიც პრაქტიკები ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ თუ კი როგორც თვითონ ენას არ აჩერებს და ვერ აჩერებს და ჯერ არ არის გაკეთებული, უკვე აზიარებს, ან გაკეთებულია და არასწორ ადამიანებთან აზიარებს, ხვდებით ხომ? დააკვირდით ზოგადად აი ადამიანების რეაქციას დააკვირდით, როდესაც მოიგონეთ რაღაცა ფეიქ, ანუ რაღაცა ყალბი ისტორიები მოიფიქრეთ, ხო? ყალბი ისტორიები მოიფიქრეთ თქვენს რეალობაზე, რომ აი მე ამას ვაპირებ, ან მე ეს წარმატება მივიღე და ან რაღაცა ძალიან დიდი ფინანსური თანხა ჩამერიცხ, რაღაცა, ხო? და დააკვირდით როგორი რეაქცია ექნებათ აი ამ თქვენს ირგვლივ ადამიანებს, ხო? რაღაცა ცუდი მოუყევით, ხო? რაღაცა ესეთი ყალბი ისტორია, ხო? შეხედეთ, ხო, ვითომ და დამწუხრებული სახის მიღმა რა იმალება, ხო? იმიტომ რომ აქ ნახევარი პოტენციალი მიაქვთ აი ამათ თქვენი ფინანსური. ამიტომ შემოდგომის პერიოდში აი ამ ყველაფერს ვაკვირდებით ძალიან ინტენსიურად და ძალიან დიდი ლუპით და მიკროსკოპით და მოკლედ ხო. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ თავებს ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ განვითარების საშუალებას და მაშინ, როდესაც ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. აი ეს არის ჩემი ძვირფასები შემოდგომის ფინანსები. გველოდებით თქვენს კომენტარებს, იცით რომ ყოველთვის საინტერესოა მათი წაკითხვა ჩემთვის, რამდენად რეზონირდა, რას მიხვდით ამ საჯარო გაშლიდან, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით. ნახვამდის.